წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიწყვნილი მეხუთე საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში დაიწყო. შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გახსნა. გულითაოდ მოგესალმებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, პირადად ჩემი სახელით. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი ძიება, რასაც ჩვენ ვეწერით. მაქსიმე აღმსარებელი არის ის წმინდა მამა, რომლის შესახებ ყველაზე მეტად დაინტერესებულია მეცნიერები და წარსულშიც და დღევანდელ დღესაც განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის ძიება მისი საფლავის, მისი შრომების და მე ვფიქრობ, რომ ეს მეხუთე კონფერენცია შეიტანს სიახლეს ამ ძიებაში. წარსულში ამით დაინტერესებული იყო თქვენ კარგად მოგეხსენებათ იყვნენ ჩვენი პატრიარქები, კათოლიკოს პატრიარქები ნიკო მარი, კორნელი კეგელიძე და სხვები. თანდათან ჩნდება ის, რომ მაქსიმე აღმსარებელი არის დასაფლავებული საქართველოში და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ეს ძიება, ეს მოღვაწეობა ამის გარშემო. მე კიდევ ერთხელ გულითაოდ მოგესალმებით და გისურვებთ დიდ წარმატებას და კონფერენციას ვაცხადებ გახსნილად. ღონისძიებას წმინდა სინოდის წევრები, სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორები, მეცნიერები და პროფესორები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ ქართველებთან ერთად კონფერენციაში უცხოელი სპეციალისტებიც ჩაერთვნენ. წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ხვაწლი და თანამედროვე პრობლემატიკა, წმინდანის ხვაწლი და მისი თანამედროვე ეპოქის ისტორიულ-პოლიტიკური ასპექტები. ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი მოხსენებები წარადგინეს. ამ კონფერენციას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ასეთი კონფერენციები გარკვეულ, ასე ვთქვათ, საფეხურს წარმოადგენს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ წმინდა მაქსიმე აღმსარებელი საქართველოში განისვენებს და მთელი მსოფლიოს მეცნიერები არიან დაინტერესებული სწორედ ამ ჩვენი ქვეყნით, სწორედ იმიტომ, რომ წმინდა მაქსიმე აღმსარებელია განისვენებს, ვინც ამ წმინდა მაქსიმეს შრომებზე და მოღვაწეობაზე მუშაობს. ეს კონფერენცია ჩემთვის ორმხრივად არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში იმით, რომ ტარდება საქართველოში, იქ სადაც წმინდა მაქსიმე აღმსარებელმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა და მეორე, გავეცნობით წმინდანის ძველ ქართულ თარგმანებს, რომლებიც ძალიან საინტერესოა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საღვთისმეტყველო კონფერენცია, პრაქტიკულად ერთადერთი მუდმივ მოქმედი კონფერენცია ჯერჯერობით საღვთისმეტყველო ხასიათისა, რომელიც ეძღვნება ქრისტიანობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მართლმადიდებლობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბურთს, დიდ საეკლესიო მოღვაწეს, მაქსიმე აღმსარებელს, რომლის წმინდა ნაწილები საქართველოშია, არის ის დაკრძალული, აქედან ცხადია ქართველთა ინტერესი მაქსიმე აღმსარებლის მიმართ, მაგრამ ესეც რომ არ ყოფილიყო მაქსიმე აღმსარებელი იმდენად დიდი ფიგურა ქრისტიანობის ისტორიაში, რომ მისდამი მიზნელი კონფერენცია ყოველთვის ყოველ ინტერესს იწვევს. საღვთისმეტყველო სამეცნიერო კონფერენცია დღის მეორე ნახევარში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაგრძელდა.
შეხვედრას წმინდა სინოდის წევრები, სხვა სასულიერო პირები, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. Როგორც ღონისძიების მონაწილეებმა აღნიშნეს, კონფერენციის მიზანია წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრება და მოღვაწეობა ფართო საზოგადოებამ უფრო ახლოს გაიცნოს. შეხვედრის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ. ასევე მოხსენებით წარდგნენ ღვთისმეტყველების დოქტორი დეკანოზი ბიძინაგუნია და მეცნიერი ეთერ ქავთარაძე. მიმდინარე წლის 19-23 ოქტომბერს მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია ტარდება, რომელიც წმინდა მაქსიმე აღმსარებელს ესწრება. მადლობა უფალს, რომ ღვთის სათნოჩენით წმინდა მაქსიმე მოღვაწეობდა საქართველოში და როგორც ახლა მეცნიერებიც ამტკიცებენ, მისი წმინდა ნაწილები სწორედ საქართველოში არის გასვენებული. დღევანდელი დღე მართლა წარმოაჩენს იმ კიდეგანო ღლათს, რაც წმინდა მაქსიმეს მიუძღვის სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსათვის. და დღევანდელი დღე არის იმედი იმისა, რომ წმინდა მაქსიმეს ლოცვით გაერთიანდება საქართველო, დაილოცება ყოველი ქრისტიანი და ყოველი ადამიანი, რათა მეორედ მოწვისას განმართლებული დაუდგეთ ღვთის წინაშე. საღვთისმეტყველო კონფერენცია 5 დღეს გაგრძელდება. შეხვედრის ფარგლებში სესიები წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში მოეწყობა.